This is the Voice of America, Washington, D.C. არანაირი სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიის ხმა ან პროგრესული აზროვნება. ამერიკის ხმის ახლა უკვე ყოფილმა ჟურნალისტმა რადიოსადგურის დახურვა ზედმეტი პოზიორობისა და თვალთმაქცობის გარეშე შეაფასა. ამერიკის ხმას ია მეურმიშვილმა რბილი ძალის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი უწოდა. ახლა საკითხავი ისაა, ამერიკელი კანონმდებლები დაუშვებენ, რომ ეს მოხდეს და მხარს დაუჭერენ რბილი ძალის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს. აღიარება უკვე მოვისმინეთ. ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება ძალა, თუ კი ის ძალაა, იყოს რბილი და რას ნიშნავს რბილი ძალა საერთოდ. რბილი ძალა ნიშნავს, როცა ერთი ქვეყანა მეორეზე აგრესიულ ზეწოლას კი არ ახორციელებს, საკუთარი ინტერესების გასატარებლად საომარ მოქმედებებს კი არ მიმართავს, არამედ პოზიტიურად პოზიციონირებს, გაჩვენებს რამდენად კეთილია, როგორ გიზიარებს საკუთარ კულტურას, მეცნიერულ მიღწევებს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელი აჩვენებს, რომ ასეთი მიდგომები სულაც არ არის უანგარო. როგორც წესი, ასეთი პოლიტიკის უკან იმ ქვეყნის ინტერესები დგას, ვინც დახმარების საფარქვეშ მოქმედებს და არა იმის, ვისაც ეხმარებიან. ია მეურმიშვილის ლოგიკა რომ გავაგრძელოთ, ამერიკის ხმა საქართველოში მოქმედებს ამერიკის პოლიტიკური მმართველი ელიტის ნება-სურვილების გასატარებლად. ასეთივე მიზნები აქვს რადიო თავისუფლებასაც. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გაკვირვებულია. ფიქრობს, რომ რბილი ძალის გარეშე დარჩენა ამერიკისთვის სასარგებლო არ იქნება. ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება ამერიკული ბრენდია. ამერიკული მიდგომები, ამერიკული გემოვნება, ამერიკული არჩევანი, ამერიკული შეფასება და ამერიკული ნარატივი ჩვენამდე მათ შორის ამ მედია საშუალებებით მოდის. Global Soft Power-ი ყოველ წელს ითვლის ქვეყნების მიერ რბილი ძალის გამოყენების ინდექსს და რეიტინგებს ადგენს. 2025 წლის ინდექსის მიხედვით, რბილი ძალის გამოყენებაში ჩემპიონი ამერიკაა. პირველ ადგილს რეიტინგებში სწორედ ის იკავებს. მეორეა ჩინეთი, მესამე ბრიტანეთი. ასე რომ რბილი ძალის გამოყენებაში ვაშინგტონს ვერავინ ვერც დაეწევა და ვერც შეედრება. მედია ძალის გავრცელების ფლაგმანი იყო. დიახ, ახლა უკვე წარსულში. 14 მარტს დონალდ ტრამპმა ერთი ხელის მოწერით გააუქმა მათ შორის გლობალური მედიის სააგენტო USAGM-ი. სწორედ ეს სააგენტო აფინანსებდა რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს 7 ფედერალური სააგენტოს შემცირებას, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალ ევროპა, რადიო თავისუფლებას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს. სწორედ ეს ფული განსაზღვრავდა, როგორი უნდა ყოფილიყო რბილი ძალა. უფრო ზუსტად მედიებს კარნახობდა ამ ტერმინში მთავარი მახვილი ძალაზე უნდა გაკეთებულიყო თუ რბილზე. დღის წესრიგიც კონკრეტულ მომენტსა და დროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე იგება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ხდება ის, რაც ერთხელ საქართველოს მაგალითზე ყველამ დაინახა. გაკვეთილად მიიღო და გაითვალისწინა. 2018 წლის იანვარში მენეჯმენტმა რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს უფროსი დავით კაკაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ლიბერალი BBG Watch-ზე დაყრდნობით წერს, რომ რადიო თავისუფლების სათაო ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობს. ამერიკული მედია საშუალების მიხედვით რადიო თავისუფლების სათაო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს რუსთავი ორთან თანამშრომლობას აიძულებს და ბიუროს დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობს. როგორც BBG Watch-ში იუწყებოდა მათ ზეწოლის შესახებ არაერთი წყაროსგან გაიგეს. თანამდებობის დატოვება მოუწია რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს უფროსსაც. მარინა ვაშაყმაძის განმარტებით ჟურნალისტური სტანდარტები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამოდის რომ დაკვეთა. ვერ შევეგუები ღირებულებებისა და სტანდარტების უგულვებელყოფას ჟურნალისტიკაში. იმისა, რისაც მთელი არსებით მწამს და მჯერა. დეტალებს აღარა აქვს მნიშვნელობა ასეთ ვითარებაში. არაფერი შეიძლება იყოს ამ ღირებულებების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ დეტალებს მნიშვნელობა აქვს. 2018 წლამდე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი თუ ექს-პრეზიდენტი იყო, 2018 წლის შემდეგ მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტს. განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში. 2018 წლამდე თუ ექს-პრეზიდენტის ხარჯები ელიტარული კორუფციის ნიშნებს შეიცავდა, 2025 წელს იტყვიან, რომ სააკაშვილს პიჯაკების საქმეზე 9 წელი მიესაჯა. ყველაფერი მარტივია. ვინც მიღებულ დირექტივებს არ ასრულებს, სამსახურსაც კარგავს. სტაჟიან თანამშრომლებზეც კი არავინ დახარჯავს დროს და ნერვებს. არავინ გიპასუხებთ კითხვებზე და არავინ აგიხსნით რა რისთვის შეიცვალა. კონფლიქტი გარდაუვალი იყო. თავიდან ხომ მათგან ბალანსის დაცვას მოითხოვდნენ და უცებ გვარამიას რუსთავი 2.
ეს კი უკვე ნიშნავდა პოლიტიკაში მხარეთ ჩართვას, რადიკალური პოზიციების დაცვას და გატარებას. 2018 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელია. გვარამიას რუსთავი განსაკუთრებული აგრესიულობითა და რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი ნარატივი, ტონი და ტონალობა უნდა აიღოს რადიო თავისუფლებამ. დაივიწყოს ბალანსი. ყველაფერი, რაც ხელისუფლებასთან იქნება დაკავშირებული, ნეგატიურად უნდა გააშუქოს. მაგრამ ქართულ ოცნებას რამდენიმე სერიოზული მიღწევა აქვს. კალენდარზე ჯერ თებერვალია. ერთ თვეში ვიზა ლიბერალიზაციის მიღებიდან 1 წელი გავა. მისი გაშუქება საინფორმაციო დღის წესრიგში დადგება. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული რეფორმები. ყველაფერი ეს სწორედ ქართული ოცნების მმართველობას უკავშირდება. ვიზა ლიბერალიზაცია დავიმსახურეთ. მაგრამ გამოსავალი მოძებნეს. პატარა სტატიაში ისტორიული თარიღი გააშუქეს. თუმცა ისტორიულ მოქმედ პირებზე სიტყვას არ დაუძრავთ. 27 ივნისს ამერიკის კონგრესში ამერიკის მხარდამჭერი კანონპროექტი დაინიცირდება. ქართული ოცნების დამსახურებას აქაც არ აღნიშნავენ. რადიო თავისუფლება იტყვის. კანონპროექტის ინიცირება დაემთხვა ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ვიზიტს. როცა მხარე ხარ, იძულებული ხდები ასეთი დამთხოვებიც დაიჯერო და ყველა აქტუალურ თემაში ნეგატიურად ქართული ოცნება წარმოაჩინო. მაგალითად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აშუქებს პოლიტიკაში ფულის მოძრაობას და კითხვის ნიშნებს მხოლოდ მმართველი პარტიის შემოწირულობების მისამართით სვამს. თუმცა მოგვიანებით, როცა ქართული ოცნება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს დააინიცირებს, გაირკვევა, რომ მთავარი პრობლემა ის შავი ხვრელები და შავი ფულია, რომლითაც ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების გავლითა და მეშვეობით ფინანსდება. მაგრამ ამ კანონპროექტს რუსულად დაბრენდავენ. იტყვიან, რომ ეს რუსული კანონია და აქციების გამართვას დაიწყებენ. რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა ამ პროცესშიც მხარეთ ჩაერთვება. 2020 წელს ქართული ოცნება პანდემიას კარგად გაუმკლავდება. ეფექტიანი რეაგირება და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ასეთი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის შეფასება. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი აღნიშნეს, საქართველოს მთავრობის სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზომები პანდემიის ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად. მაგრამ რადიო თავისუფლება დაწერს 2020 უგმირო, არა ადამიანური წელი. ავტორი წერს 2020 წელი ისეთი არაადამიანური გამოდგა, რომ ყველა წესსა და ტრადიციას შეუყენა წყალი. თურმე ვერც პანდემია ვმართეთ. არჩევნებში გამარჯვებულიც ცესკომ გამოაცხადა. იგულისხმება, რომ ეს ხალხის ნება არ იყო. მარტივად შესამჩნევია, რომ ნეგატიური აქცენტებით რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა რეალური მიღწევებიდან ყურადღების სხვა წერტილებზე გადატანას ცდილობს. ვიზა ლიბერალიზაცია? კი, მაგრამ თურმე ვითარება ქვეყანაში იმდენად მძიმეა, რომ ხალხი გარბის. ტურიზმი იზრდება? კი, მაგრამ ეს ბლეფი და ტყუილია. ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა? მაგრამ ყველაფერი რაც კეთდება, უხარისხო და უსარგებლოა. პროპაგანდის საზღვრები ომმა კიდევ უფრო კარგად გამოკვეთა. რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის ტონი კიდევ უფრო დაამძიმა და მოვლენების გაშუქების მანერა გაამწაფრა. თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები ომამდეც დაძაბულია. ამ დაძაბულობას თავისი სახელი მიხეილ სააკაშვილი აქვს. თუმცა ხელისუფლებების დონეზე გარკვეული ურთიერთობები შენარჩუნებულია. საქართველოს ცდილობს ასოცირების ტრიოს ქვეყნებთან მეგობრული და მეზობლური ურთიერთობები შეინარჩუნოს. ამიტომაც ამ დაძაბულობის ყველა ფორმა და სიღრმე არ ჩანს. მას მხოლოდ ომი გამოაჩენს. სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასჭირდება გლობალურ deep states საქართველოს ხელისუფლებაზე ჯერ რბილი ძალის გამოყენება, შემდეგ კი ძალების დემონსტრირებაც კი. და ჩვენ კარგად დავინახეთ, როგორ ეწირება ქვეყნებს შორის ურთიერთობები გარე ძალების ინტერესებს. როგორ აიძულებს ფული მედია საშუალებებს იმუშაოს დაკვეთაზე და ფოკუსი მხოლოდ დამკვეთის დღის წესრიგზე გააკეთოს. ომი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ როგორც რადიო თავისუფლება, ისე ამერიკის ხმა უკვე წინასწარ ინტერესდებიან, რა გავლენა ექნება ომს საქართველოზე. ბრალდებებსაც წინასწარ გვიყენებენ. 2022 წლის 28 იანვარს რადიო თავისუფლება ოლექსეი გონჩარენკოსთან ინტერვიუს ბეჭდავს სათაურით. იმედი მაქვს გავიგონებთ საქართველოს პოზიციას. ჟურნალისტი თავის შესავალ სიტყვაში საკუთარ პოზიციასაც აფიქსირებს. საქართველოს მხარდაჭერით უკმაყოფილოა. მისი ხმა ხმამაღლა არ ისმისო. დაახლოებით ასე წერს. ამერიკის ხმა კი აღმოაჩენს, რომ საქართველოში თურმე დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა. სათაურიც ხმაურიანი მისცეს და მეტი სანდოობისთვის ჰედლაინშივე გვითხრეს. საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა. Freedom House-ი.
ყველაფერი, რაც იქ ეწერა, სინამდვილეში ტყუილი იყო. ამერიკის ხმა მოგვიანებით თავის ტყუილს აღიარებს. იტყვის, რომ სტატიაში ძველი მონაცემები გამოაქვეყნა. ამიტომაც სტატიის წაშლაც მოუწევს. ომამდე 23 დღით ადრე 2022 წლის 1 თებერვალს ამერიკის ხმა აქვეყნებს სტატიას სათაურით. უკრაინა მარტო თუ საქართველოსთან ერთად. სტატიასთან ერთვის ფოტო წარწერით Stop Russia. მინიშნება პირდაპირია. გარე ძალა ჯერ რბილად ცდილობს თბილისამდე გლობალური Deep State-ის ინტერესი მიიტანოს. ჯერ ომი დაწყებული არ არის. თუმცა ამერიკის ხმას ექსპერტ კორნელი კაკაჩიას პირით უკვე შემოაქვს განხეთქილება. ამბობს, თითქოს საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის პოზიცია უკრაინის საკითხზე განსხვავებულია. ხელისუფლების რეაქცია არ არის ადეკვატური იმისა, რაც რეალურად ხდება. საზოგადოების მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს არ ემთხვევა ხელისუფლების რეაქცია უკრაინასთან მიმართებით. საზოგადოება მხარს უჭერს აქციებს მართავს უკრაინის მხარდასაჭერად. 2022 წლის 2 თებერვალი. რადიო თავისუფლება კითხვებს ვამს. აინტერესებს. უნდა იყოს თუ არა საქართველო, რომელსაც რუსეთი 2008 წელს დაესხა თავს გამორჩეული უკრაინის მხარდაჭერაში. კიდევ ერთი ციტატა ამავე სტატიიდან. უკრაინის გარშემო ახალი ალიანსები იქმნება და რაიმეს ხომ არ ჩამორჩა საქართველო. ავტორი გვეუბნება, თითქოს ეს შეკითხვა სოციალებში ჩნდება. საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება კმაყოფილია. თუმცა ამის პარალელურად რადიო თავისუფლება ფოკუსს უკმაყოფილო ოპოზიციასა და ექსპერტებზე აკეთებს. ყველას ვის ციტირებასაც მოიყვანენ სტატიაში ნეგატიურია. ისინი ამბობენ, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უფრო მეტს ელოდნენ. უფრო მეტში რა იგულისხმება, ვინც ზედმეტად გულუბრყვილოა და მაინც ვერ მიხვდა, ამერიკის ხმამ უთხრა. ქართველები და უკრაინელები საერთო მტრის წინააღმდეგ, ახლა და 30 წლის წინ. სიუჟეტი ემოციური სიმღერით იწყება. ეს არის ჰიმნი თავისუფლებაზე, ძმობაზე, თავგანწირვაზე, ქართულ ენაზე და უკრაინული აქცენტით. პროპაგანდისტულ კლიპში გვახსენებენ, უკრაინა 35,000 ეთნიკური ქართველის სამშობლოა. დღეს ნაწილი სანგრებშია და რუსეთის თავდასხმასელის. მერე ისტორიაში გვახედებენ. ისინი აფხაზეთში იბრძოდნენ. მორალი მარტივად იკითხება. ისინი იბრძოდნენ აფხაზეთში და ახლა ჩვენი ჯერია. 2008 წლის ომზე ნათქვამი არაფერია. არც მოლდოვაზე, რომელსაც ასევე ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. თუმცა რბილი ძალის მედია საშუალებები არაფერს ამბობენ. ომამდე საათებს ითვლიან და ნატო შტაბ-ბინაში მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები გამოიძახეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება გვაწვდის. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ შექმნილი ძლიერი დაძაბულობის ფონზე ნატომ საჭიროდ ჩათვალა, რომ მინისტერიალის ფარგლებში საუბარი გაემართა უკრაინასა და საქართველოს თავდაცვის უწყებათა პირველ პირებთან. 2022 წლის 21 თებერვალს ამერიკის ხმაზე ენტონი ბლინკენის ტვიტერზე გამოქვეყნებული ვიდეო ვრცელდება, სადაც უკრაინის პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ამერიკის, კანადის, გერმანიის, ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, ბრიტანეთის, ნატოს წარმომადგენლების გვერდით საქართველოც არის, მოლდოვა არა. მაგრამ რადიო თავისუფლება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ზელენსკის ციტატას არ მინდა რომ ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. საქართველოს კონტექსტში განიხილავს. თითქოს კიდევ ერთხელ გვახსენებენ, ომისგან შორს დგახართ და გრცხვენოდეთო. ომის წინა დღეებში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ემოციურ მიმართვას წერს. საქართველოს და უკრაინას ომის კონტექსტში მოიხსენიებს. რაიან ჰარისი იტყვის: ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება. ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება. რბილი ძალის წარმომადგენლები მხოლოდ ამერიკის პოზიციიდან აშუქებენ მოვლენებს. მთელი ნარატივი ომზეა აწყობილი. იმ მომენტისთვის ჩვენ ჯერ არ ვიცით კულუარები. პრემიერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოგვიანებით იტყვიან, როგორ ითხოვდნენ საქართველოსგან ომში ჩართვას.
თუმცა ამერიკის ხმის და რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა ამ კულუარულ გზავნილებს ნათლად შიფრავს. ამ სტატიების შინაარსი აჩვენებს, რომ საქართველოსგან ომში ჩართვას ითხოვდნენ. ამიტომაც წერენ, საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე განცხადებები და პარლამენტში მიღებული რეზოლუციაო. ხელისუფლებამ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა და დასავლეთის უკმაყოფილებაც მაშინვე გაჩნდა. ეს განწყობები მაშინვე აისახა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის სარედაქციო პოლიტიკაზე და ნეგატიური სტატიებიც მაშინვე გამოჩნდა. საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაშინვე დაუკავშირებენ რუსეთს. ყოველგვარი ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გარეშე დირექტივა უკვე მიღებულია და უკვე იციან რა და როგორ უნდა თქვან. მაგალითად, როცა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, პატარა ქვეყნები იტყვიან, რომ სანქციები მათი ქვეყნების ეკონომიკებს უფრო დაარტყავს ვიდრე რუსეთს. ამიტომაც მის შემოღებას აზრი არ აქვს. თუმცა მხოლოდ საქართველოს პოზიცია ითარგმნება პრორუსულად. ამერიკის ხმა წერს. ღარიბაშვილის ნეიტრალურ პოზიციას მოსკოვში მიესალმებიან. რადიო თავისუფლებაც მსგავს ნარატივს ავითარებს. ექსპერტებად ეკონომისტები კი არ მოჰყავთ. აზრს საქმეში ჩახედულ ან მცოდნე პირებს კი არ ეკითხებიან, არამედ მხოლოდ ოპოზიციონერებს, რომლებიც დაფინანსებას დასავლეთისგან იღებენ. გიგა ბოკერია მაგალითად ირწმუნება, რომ საქართველო თავისუფალ სამყაროს დაშორდა და რუსულ ნარატივებზე დადგა. საქმე გვაქვს ეროვნული ინტერესების ხალათთან, ივანიშვილის გარემოცვისა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ომში ჩართვა მალევე დაუკავშირეს ევროპულ მომავალს. ომიდან მეხუთე დღეს რადიო თავისუფლება ღია მინიშნებას აკეთებს. უკრაინა იბრძვის და ბრიუსელი თანახმა ამას ევროკავშირის პერსპექტივა გაუხსნას. მაგრამ საქართველოს განსხვავებული გზა აქვსო. ომიდან მეხუთე დღეს უკრაინის პრემიერი სოციქსელში მოწოდებას აქვეყნებს. მათ შორის ქართულ ენაზეც. დენის შმიგალი თავის ქართულ კოლეგას, პრემიერ ღარიბაშვილს მოუწოდებს გამბედაობა გამოიჩინოს და ფრენის ნებართვა გასცეს. საუბარია იმ ქართულ მოხალისეებზე, რომლებსაც საქართველოს აეროპორტიდან სპეციალური რეისით სურთ უკრაინაში გაფრენა. მოხალისეების უკრაინაში ოფიციალურად გაგზავნაზე უარი თქვა ყველამ. ბაიდენმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის ომი ამერიკელი ხალხის ინტერესებში არ შედის და მოხალისეებს ისინი არ გააგზავნიან. უარი თქვა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ. და მაშინ გაუგებარია, რატომ მოითხოვენ მოხალისეების ორგანიზებულად უკრაინაში გაგზავნას მხოლოდ საქართველოსგან. ევროკავშირის პერსპექტივასაც წარმოაჩენენ როგორც მხოლოდ უკრაინის შანსს. კიევმა უკვე გააკეთა ის, რისი გაკეთებაც თბილის 2024 წლისთვის ჰქონდა გეგმაში. დაწერა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. უკრაინის პოზიცია გასაგებია. მაგრამ საქართველოსი არა. ასეთია სტატიის ნარატივი. ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობიან. ირაკლი ღარიბაშვილი ტელეფონით გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ესაუბრა, მაგრამ დეტალები არ იციან. საქართველოს პრემიერმა 28 თებერვალს საჭიროდ აღარ ჩათვალა საზოგადოებისთვის უფრო მეტი ეთქვა, თუ როგორ გამოიყურება პერსპექტივები საქართველოსთვის. ხელისუფლების მოქმედების ლოგიკას ეძებენ და თითქოს ლოგიკურია აზრი ხელისუფლებას კითხონ, ან ნეიტრალურ ექსპერტებს მაინც. მაგრამ არა, ისევ ისინი ხსნიან ფრჩხილებს, ვინც როგორც რადიო თავისუფლება დასავლეთიდან ფინანსდებიან. ამიტომაც რადიო თავისუფლება, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის პირით გვეუბნება. შანსი რეალურია, მაგრამ საქართველო თუ უკრაინის ტალღას მოწყდა, მას აუცილებლად დავკარგავთო. თუ კი ჩაითვალა, რომ საქართველოს მთავრობა არასაკმარისად უჭერს მხარს უკრაინას და ეს ქვეყნები ერთად არ აქტიურობენ, მერე არავინ იტყვის ბრიუსელში. არა, ძალიან კარგი ხალხია საქართველოში და მოდით მივიღოთ ევროკავშირშიო. რბილი ძალის კონცეფციის ავტორი ჯოზეფ ნაი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს. აიძულოს ხვები გააკეთონ ის, რაც შენ გჭირდება, მიმზიდველობის დემონსტრირებით არის რბილი ძალა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შანსიც სწორედ მიმზიდველობის დემონსტრირება გახლავთ. ამიტომაც ამ შანსმა უკრაინის ომის კონტექსტში გაიჟღერა. თუ გვინდა ევროკავშირი, მაშინ უნდა ვიომოთ. ასეთია კონტექსტი. რბილი ძალის კლასიკური მაგალითია.
მიმზიდველობის დემონსტრირებაზე იმუშავებს შემდეგ რადიო თავისუფლებაც და ამერიკის ხმაც. უკრაინამ უკვე გააკეთა განაცხადი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. უკვე გასაგები ხდება, რომ რბილი ძალა მალე ტრანსფორმირდება და მახვილი ამ ტერმინში ძალაზე გაკეთდება. გლობალური deep state-ის მიერ დაფინანსებული მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ჯგუფები და პროპაგანდისტები დასავლეთის გლობალური დღის წესრიგის დასაცავად დაირაზმებიან. სახიფათო მოწოდებებიც კი ჩნდება. რადიო თავისუფლებას მაგალითად სადისკუსიოდ გამოაქვს თემა და მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა დახვდნენ ქართველები რუსეთიდან ომის გამო გამოქცეულ რუს მოქალაქეებს. მოწოდებებია: არ მიაქირაოთ ბინა რუსებს, არ მოემსახუროთ, არ დაელაპარაკოთ. ამ დისკუსიაშიც მონაწილეობს მხოლოდ ის მხარე, ვინც დასავლეთიდან ფინანსდება. და აქ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ომმა კარგადად ჩვენა რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის უცხო ქვეყნის გავლენები. ეროვნული ინტერესები უგულებელყოფილია. ფოკუსი მხოლოდ გლობალური deep state-ის ინტერესზე კეთდება. საქართველოს ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას. მაგრამ ამ მიმართულებით არც კითხვები ისმის და არც დისკუსია იხსნება. ყოველთვის ასეა. ფულს აუცილებლად დაკვეთა მოყვება. დაკვეთას ინტერესი. ინტერეს ხალხი, ვინც მის გატარებასა და დაცვაზეა პასუხისმგებელი. მაგრამ ომი საქართველოში არ შედგა. ეს მისია შეუსრულებელი აღმოჩნდა. მიზეზი ქართული ოცნების ეროვნული პოზიციაა და მაშინ ომის პროპაგანდა ქართული ოცნების შეცვლის პროპაგანდაზე გადაეწყობა. ხელისუფლება პრორუსულია და ის უნდა წავიდეს. ასეთი ნარატივი ბატონობს უკვე გარედან დაფინანსებულ საინფორმაციო სივრცეში. რას ნიშნავს ბატონობა ყველაზე კარგად 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოჩნდა. ევროპა ახლა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ ლოზუნგურ ფრაზას, რა თქმა უნდა, რადიო თავისუფლება გვერდს გულგრილად ვერ უვლის. ბრიუსელიდან შარლ მიშელი მოუწოდებს ცესკოს და შესაბამის უწყებებს დარღვევები განიხილოს. ლონდონიდან ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი შპოთავს. გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში. ამერიკის ხმაზე სალომე ზურაბიშვილის ციტატაა მოყვანილი. ჩვენ ვიყავით რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი. სტარტზე დგას შაჰინი და რიში. საჭიროების შემთხვევაში არჩევნების გაყალბებაში მონაწილეების პასუხისმგებლობაზე ვიზრუნებთ. ჭეშმარიტი დემოკრატიის როლს თამაშობს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. საერთაშორისო დამკვირვებლებს იშველიებს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ თავისუფლად და სამართლიანად. წინასწარი დასკვნა უკვე დაიდო. ყველა პასუხი ეუთო ოდირს აქვს. პირველადი ანგარიში 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერეს. არჩევნები კარგად ორგანიზებული და კონკურენტუნარიანი იყო. არჩევნები შედგა, მაგრამ ამ გზავნილების გაჟღერება მათ ინტერესებში არ შედის. ამიტომაც სათაურები ნეიტრალურია. საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს აფასებენ. ასეთ არაფრის მთქმელ სათაურს ირჩევს ამერიკის ხმა სტატიისთვის. რადიო თავისუფლება თავის სტიქიაშია. მანიპულაციას არ ერიდება. საერთაშორისო დამკვირვებლების პრესკონფერენციის ფოტოს ნიუ-იორკ ტაიმსის ნეგატიური შინაარსის ციტატა ადევს. საქართველოს ჩაეშვა პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც მას კიდევ უფრო დააშორებს დასავლეთს. ისე თითქოს სათაურში გამოტანილი ფრაზა ეუთო ოდირს ეკუთვნის. შერჩეული ფოტო მკითხველს აბნევს. ძნელია ნიუ-იორკ ტაიმს დაუკავშირო. მანიპულაციები ამით არ სრულდება. 30 ოქტომბერს რადიო თავისუფლებამ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენცია გააშუქა. პოზიცია, რომელიც განაჩენს გავს, სათაურშივე მოგვცა. საქართველოს მთავრობის კურსის გამო ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. 31 ოქტომბერს უკვე ევროპელი ელჩების განცხადებას აქვეყნებს სათაურით. საქართველოს ევროპულ გზაზე წინ არ მიდის. ევროპელმა ელჩებმა ქართულ ოცნებას უპასუხეს. ევროკავშირი იმეორებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდა. დააკვირდით, ჯერ 30, მერე 31 ოქტომბერს რადიო თავისუფლება გვატყობინებს. ბრიუსელი აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს. 2024 წლის 28 ნოემბერს ბრიუსელის პოზიციიდან გამომდინარე, ახალი პარლამენტის მიერ პრემიერად არჩეული ირაკლი კობახიძე იტყვის. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ბრიუსელის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა პრემიერის განცხადებას ისე აშუქებენ, თითქოს ქართული ოცნება თავად ამბობს უარს ევროკავშირზე. სათაურებიც კი იდენტური აქვთ. ქართულ ოცნებას 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არ სურს.
Deep State-ს არ სურს ოცნების ხელისუფლების აღიარება. ამიტომაც რადიო თავისუფლება საქართველოს პრემიერს ირაკლი კობახიძეს ხან ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებს, ხან უბრალოდ ირაკლი კობახიძედ და ხანაც პრემიერად. პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს კი ზოგჯერ ასეთი განმარტება ახლავს. ქართული ოცნების წევრებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ მე-6 პრეზიდენტად არჩეული. ასე რომ ამ მაგალითებზე ნათლად დავინახეთ, როგორ მოქმედებს რბილი ძალა, როგორ უგულვებელყოფს ის ხალხის ინტერესს და არჩევანს და მხოლოდ ძალაზე ხდება ფოკუსირებული. სწორედ ამ ისტორიას დაუსვა წერტილი დონალდ ტრამპმა, როცა დიდ და სახიფათო თამაშებში ჩართული Deep State-ის ინსტრუმენტები დაფინანსებიდან გამორთო და გააუქმა.